თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ვენესუელაში მომხდარი მოვლენები ერთდროულად არის ავტორიტარული რეჟიმის დასრულების სიმპტომიც და საერთაშორისო დაპირისპირების კიდევ ერთი ახალი ველი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. დიახ, ვენესუელაში მომხდარი მოვლენები საერთაშორისო დაპირისპირებების კიდევ ერთი ადგილი, სადაც ყველა თავის ინტერესებს ითვლის. ნუ შეგვაშფოთებს, რეჟიმების ჩამოშლა იშვიათად ხდება მოგუდულად. ის ყოველთვის გლობალური კონტექსტის ნაწილია და ეს პროცესები ჩვენს ირგვლივ სულ ხდება. უბრალოდ აქამდე არც ჩვენი ინტერესის ობიექტი იყო და არც აზრის გამოხატვის საჭიროება გვიგრძნია. თეთრი სახლის გზავნილი სამყაროსათვის კაფიოა. ნებისმიერი სისტემა შეიძლება ჩამოინგრეს სწრაფად და მოულოდნელად. სუვერენიტეტი აღარ არის აბსოლუტური ფარი. ვინც ამერიკის მიერ ვენესუელას დიქტატორის წინააღმდეგ გახორციელებულ სპეცოპერაციას და რუსეთ-უკრაინის ომს შორის ტოლობას სვამს, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურობის, არამედ ტენდენციურობის დემონსტრირების მაგალითია. რაც აზარალებს რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების დიქტატორ რეჟიმებს, დისკომფორტს უქმნის რუსეთს, ხოლო ის რაც დისკომფორტს უქმნის რუსეთს, რატომღაც ჩემთვის ტრაგიკულ განცდებს არ ბადებს და თუ ვინმეზე ბადებს, ძალიან უცნაურია საქართველოში ყოველ შემთხვევისთვის. ბოლოს და ბოლოს, როცა საკუთარი ხალხი, მსოფლიოში მიმოფანტული ვენესუელი ემიგრანტები, რომლებიც სხვათა შორის შიდა პოლიტიკის დამსახურებით ქვეყნიდან გაქცეულები და უპრეცედენტო დიდი რაოდენობით არიან, ზეიმობენ პრეზიდენტის ჩამოგდებას, ქუჩებში უკრავს მუსიკა, ხალხი ცეკვავს. ჩვენ რატომ ვართ ასეთი აღელვებულები? უკაცრავად რას განვიცდით? რა არის ამ ყველაფრის პასუხი? პოლიტიკური მოკავშირეები მხოლოდ ქვეყნების გეოგრაფიით არ განისაზღვრება, ისინი იძებნება სტრატეგიული ინტერესებით და პრინციპებით. ამ ყველაფრის პასუხია საქართველოს გზა ევროპაშია. ამ ყველაფრის პასუხია საქართველოს თავად არის ევროპა. კი, ნამდვილად ასია. ნამდვილად კარგია, როცა შენ მტერს ურტყამენ. მშვენიერი სანახავია, როცა შენ ფლოსტებიან ან უფლოსტებო მტერს ბორკილებდადებულს ხედავ. მადურო დაიჭირეს, მაგრამ მისი რეჟიმი ჯერ არ დამხობილა. რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ მის დამხობას და ვენესუელის ხალხის განთავისუფლებას. ფოკუსი გავასწოროთ ქართველებო, ფოკუსი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.